2026 წელს ჩვენი ქვეყანა ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით ის რაც გვაერთიანებს. მისი მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო. ამ მოძრაობის ეგიდით პირველი შეხვედრა 2 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. მეორე შეხვედრა კი დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა. საინიციატივო ჯგუფის წევრები სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. შეხვედრას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საინიციატივო ჯგუფის წევრები, მეცნიერები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართლის მოქცევის 1700 წლის თავის იუბილესადმი მიძღვნილი კულტურულ საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოები გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე შევუდექით სერიოზულ მუშაობას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავისათვის. უკვე ტარდება ღონისძიებები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აღმათ არის ჩამული ამ საქმეში, იკითხება ლექციები საქართველოს ისტორიაზე, ქართული ეკლესიის ისტორიაზე, მთელ რიგ მიმართულებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და დღეს მეუფე დანიელმა ბევრი საინტერესო საკითხი დააყენა ჩვენს წინაშე და მე ვფიქრობ, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელი აქ იყვნენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ადრეა პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომლები, იმედი მაქვს, რომ ყველა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. თანამედროვე საქართველო და ჩვენ თანამედროვეები ვდგავართ საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინაშე. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ, აღვნიშნოთ სათანადოდ ღირსეულად საქართველოს ოფიციალური გაქრისტიანების, სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარების 1700 წელი. ეს არის მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უადრესი სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის შემოღების თარიღი და ცხადია მას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისათვის და ჩვენი საზოგადოების, არამედ მსოფლიო საქრისტიანო საზოგადოებისათვის, მსოფლიო ცივილიზაციისათვის. ეს თარიღი განასახიერებს ჩვენს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქრისტიანობის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისადმი ერთგულებას, შემდეგ ამ კულტურის, ქრისტიანული კულტურის სიმტკიცეს და ურღვეობას 1700 წლის განმავლობაში, ის დღესაც თუ შეიძლება ასე ითქვას, ისეთივეა, როგორც იყო 1700 წლის წინ და უფრო განვითარებული და რაც მთავარია, თანამედროვე დღევანდელი საქართველოს სამოციქულო ეკლესია დგას, ურყევად დგას იმ პრინციპებზე, იმ სარწმუნოებრივ საფუძვლებზე, რაც 1700 წლის წინ მიიღო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, ეს არის ქართული კულტურის მრავალმხრივობის გამოხატულება და ამიტომაც ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მიმართულებით, ეს არის კულტურის დარგები, ეს არის განათლება, ეს არის მეცნიერება, ეს არის საზოგადოება, ზოგადად საზოგადოებრივი ცხოვრება. ამით ჩვენ უნდა ჩავერთოთ, თელიერი უნდა ჩავერთოთ და დევიზი ამ მოძრაობის, ასე ვთქვათ, ამ დიდი ღონისძიების აღნიშვნის, რომლის აღნიშვნამდე ჩვენ 1 წელი გვაქვს, თელიერის ჩასართავად დევიზი არის ასეთი. გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს. დიდი თარიღი გველოდება ქრისტეშობიდან 2026 წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარების 1700 წელი. ეს არაჩვეულებრივი თარიღია, ასევე ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის 80 წელი და ბატონი ივანე ჯავახიშვილის იუბილეც. მე ახარებს ეს თარიღები და გამოხატა მე მგონი მთელი ქართული ერის სიხარულს. არაჩვეულებრივი რამ ჩაიფიქრა მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საპატრიარქოსთან ერთად
და აი ეს კონკრეტიკა თუ მისი სახელწოდება თუ იდეა ქართული ერის კიდევ ერთხელ გაერთიანებისა და კიდევ ერთობას ეხება, დიდ სიყვარულს ეხება, დიდ ქრისტიანულ სიყვარულს, რომელთაც გვიცხოვრია აი ეს 1700-ში და უფრო მეტიც მოგეხსენებათ საქართველოში ქრისტიანობა 2000 წელს მოითვლის, ეს დიდი იუბილეც აღინიშნა საქართველოში და უნდა იყოს კიდევ ერთხელ გამაერთიანებელი ქართული ერისა და მე როგორც ის მეცნიერი, რომელიც უკვე დაახლოებით 50 წელიწადია ვიკვლევ ქართული კულტურის და ქრისტიანული რელიგიის ისტორიას მთელი კავკასიის მასშტაბით, მიმაჩნია, რომ კავკასიელი ჩვენი მეგობრებიც, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეებიც უნდა ჩართოთ ამ დიდ იუბილეებში და ეს იქნება დიდი სიხარული. უბრალოდ ვიცარგებლებ ახლა ამ არაჩვეულებრივი ჩვენი სატელევიზიო ეთერებით და იმას აღნიშნავ, რომ მაგალითად ინგუშეთში, სადაც ჩვენ 1969-70 წლებში ავღადინეთ უდიდესი სამეკლესიიანი ბაზილიკა წმინდა თომას სახელობაზე, ვერაცხოვლის სახელზე რო არის და იქ არის მოხსენებული მელქისედეკ პატრიარქი, მთლიანად აღმოსავლეთის პატრიარქიც კი, მისი რესტავრაცია ხელახლა იგეგმება თავისი არქეოლოგიური სამუშაოებით ინგუშეთში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რელიგია იყო თავის დროზე მე-10 საუკუნიდან მოკიდებული თემურლენგის შემოსევამდე მთელი კავკასიის გამაერთიანებელი ისე როგორც სახელმწიფოებრიობისა, ასევე იქნება თქვათ ინგუშეთში თუ დაღესტანშიც არაჩვეულებრივად ესე თქვათ მიღებული და მოწვეული. მე კიდევ ერთხელ მივესალმები ორგანიზატორებს ამ დიდი თარიღების აღნიშვნის თაობაში. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა შეხვედრა, რომელიც გულისხმობს იმ მნიშვნელოვანი თარიღის ფაქტობრივად უკვე ოფიციალურ დაწყებას, რომელიც გაისად საიუბილეო წელის სახით უნდათ რომ გამოკვეთონ. და რა არის ეს? ეს არის 1700 წელი ქართველი ერის გაქრისტიანებისა. დღეს შეკრებილი საზოგადოება მეცნიერებიც და სასულიერო პირნიც ყველანი აფიქსირებენ იმ აუცილებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი გადარჩენის მომტანი უნდა იყოს და ეს არის ერთმანეთს შორის დიალოგის გამართვით, ურთიერთკავშირით, ურთიერთაზრების გაზიარებით მოხდეს ერის შერიგება, ერის გამთლიანება, რომ ამ გამთლიანებულმა ერმა მყარად წარმართოს დამოუკიდებელი ძლიერი საქართველოს ცხოვრება. გვიახლოვდება ძალზედ მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი. და ვფიქრობ, რომ ეს არის არა მარტო ჩვენი ეროვნული მასშტაბის ზეიმი და აღსანიშნავი მოვლენა, არამედ საერთოდ საკაცობრიო კულტურის და საკაცობრიო ცივილიზაციის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ 1700 წლის განმავლობაში მთელი ერის, ხალხის, კულტურული ერთეულის ცხოვრებას მის ძნელბედობაში თუ აღშენებლობის წლებში წარმართავდა სწორედ ეს მოვლენა, რასაც ქვია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში 1700 წლის წინ. ამ რელიგიამ ჩვენში შეასრულა მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ფუნქცია, აღშენებლობითი ფუნქცია, ეთიკური ფუნქცია, არანაირი დევნა, არანაირი დესტრუქციული პროცესები ამ რელიგიას არ გამოუწვევია. მხოლოდ და მხოლოდ იყო ულევი, წყარო, სულიერი აღორძინების, კულტურის, მთელი ჩვენი ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერება, ისტორიოგრაფია, ჩვენი იმედები, ჩვენი მოლოდინები, ჩვენი მომავლის ხედვები მთლიანად საზრდოობდა ამ მოვლენით. ჩვენ ვძველოთ იმაზე, რომ 1700 წელი, რომელიც უნიშნულოვანი წელი იქნება 2026 წელს საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებისა, ჩატარებული იყოს ისე, როგორც არასდროს რამე თუ მთელ მსოფლიოში მოგახსენებათ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც აუცილებლად ჭირდება უდიდესი პატივისცემა ქრისტიანობას, რამე თუ რაც ვართ ქართველები, უდიდესი წვლილი არის ქრისტიანობის მიერ ჩვენს ერში და ჩვენს გენში.